დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო ქორთერდ მერიოჩი განიხილება რიკოთი არგვეთას მონაკვეთის ფინანსირების საკითხი. შეხვედრას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები. ანა წერეთელი განაგრძობს თემას, სანაგისმეთ. მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ხდომაზე მსჯელობენ, არის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხი. საუბარი არის კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორიც არის რიკოთი არგვეთას მშენებლობა. ამ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის საკმაოდ წყვილმასშტაბიანი პროექტი, რომლის ღირებულებაც შესაძლოა აწდეს 1 მილიარდ ლარს და შეხვედრის დაწყებამდე ჩვენთან საუბარში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ეს იყოს ნოვაცია იმ მიმართულებით, რომ ფინანსების მოძიების და ამ გზის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლოა ის მოქალაქეებისთვის იყოს ფასიანი. თუ რა თანხას გადაიხდიან მოქალაქეები ამ მონაკვეთის სარგებლობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ფინანსთა მინისტრის განმარტებით ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი იქნება საშუალება შენარჩუნდეს ალტერნატიული გზის ვარიანტიც. საუბარი იქნება იმაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს იყოს ფასიანი კერძო გზა გარკვეული წლებით და თუ ეს არ იქნება შესაძლებელი, ეს დონორების შეხვედრა იმას ითვალისწინებს, რომ მოვახერხოთ დაფინანსების მობილიზება, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტს მოზარმაზარი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ნამდვილად არ იქნება უახლოეს წლების განმავლობაში და მაშინ დასავლეთთან და აღმოსავლეთთან გაკეთებული ეს უზარმაზარი სამუშაოები პრინციპში თავის ეფექტს ვერ მოგცემს. ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს, ასე ვთქვათ, ხაშურსა და ზესტაფონს შორის ასევე დროს და ამავე დროს განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ვარიანტი იმის შესახებ, რომ გზა შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. სხვა შემთხვევაში არ განიხილება ასეთი ვარიანტი. მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ამჟამად მიმდინარეობს უკვე მოლაპარაკებები, რათა ჩუმათელეთი ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა და რეაბილიტაცია მოხდეს. როგორც ცნობილი არის, დღევანდელ შეხვედრას ესწრება თითქმის ყველა მსხვილი დონორი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენ დაუსვით შეკითხვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით, რამდენად რეალური არის, რომ ამ გზის მშენებლობის შემთხვევაში ის იყოს ფასიანი. ამ საკითხს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ადასტურებს, ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ეს საკითხი, თუმცა მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება. დღეს ხელისუფლებასთან გავიხილოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების შემდეგ ფაზას. ჩვენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად შევისწავლეთ ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები. ასევე გვაინტერესებს ის, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია კერძო სექტორისთვის. რიკოთი არგვეთას გზის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკრებილი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დღეს ამ გზის ტექნიკურ და ფინანსურ დასაბუთების პროექტსაც განიხილავენ. ანა დიდი მადლობა, ეს ანა წერეთელი იყო.